ორ დღის განმავლობაში რიგების გამო რეფერალურ საავადმყოფოში სამედიცინო მომსახურებით ვერ ვისარგებლე, აცხადებს სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტი. ლიანა აბაშიძის თქმით, მას ფარისებრი ჯირკვის პათოლოგია და მაღალი არტერიული წნევა აწუხებს. მას შესაბამისი გამოკვლევები დღეს დაასრულა. პაციენტი ამტკიცებს, რომ ექიმთან კონსულტაციის მისაღებად დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომლმა მას ლიფტით სარგებლობის საშუალება არ მისცა. ლიანა აბაშიძე ამბობს, რომ მისთვის გაცილებით უფრო მოსახერხებელი სამედიცინო მომსახურების მიღება უბნის პოლიკლინიკაში იქნებოდა. საპირისპიროს აცხადებენ რეფერალურ საავადმყოფოში. საავადმყოფოს მენეჯერის თქმით, პაციენტმა ყველა შესაბამისი გამოკვლევითა და კონსულტაციით ისარგებლა, რიგებში კი საავადმყოფოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში აღარ ყოფილა. პაციენტის მიერ დასახელებულ დაცვის თანამშრომელთან მიმართებაში თამარ მხატვარი აცხადებს, რომ იგი 1 ივნისიდან სამსახურიდან დათხოვნილი იქნება. გუშინ მოვედი, ნახევარი გუშინ გავაკეთე, რიგის გამო ვერ გავაკეთე, უკვე აღარ შემელუწნება, მამიციაცავე. დღეს მოვედი კიდე, დავასრულე კეთება, კიდე საღამოს ვარ მოსასვლელი. ექიმები არიან უნიკალური, ძალიან კარგი მომსახურება, ყველაფერი კარგია, მაგრამ ასე ხوار შეიძლება ამხელა რიგების გამო ადამიანებმა მოხუცია, ახალგაზრდა არ შემიძლია. დღეს დაცვის თანამშრომელმა კიდე ცუდათა ვარ, ამიშვი ლიფტით მეთქი და არაფრით არ ამიშვა ლიფტით, კიბეზე ასვლა რო დონებოდა, მაშინ ლიფტთან ხوار მივიდოდი. პაციენტმა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოს მომართა გუშინ, მიიღო სერვისი, მისი კლინიკური პრობლემების ადეკვატური კვლევა ჩატარდა ნაწილობრივ გუშინ. დღეს გაუკეთდა ნევროლოგის კონსულტაცია, ენდოკრინოლოგის კონსულტაცია და ფარისებრი ჯირკვის ულტრასონოგრაფია. რაც შეეხება რიგებს, თვალნათელია და შეგიძლიათ თქვენ თვითონ ნახოთ, რიგები მოწესრიგებულია და მოცდის პერიოდი მინიმუმამდე არის შემცირებული პაციენტების სურვილებიდან და კეთილდღეობიდან გამომდინარე.